მზადებიან ახალ ძალთა გაერთიანებისთვის თუ ახალი კონფიგურაციის შექმნისთვის, ვიცნობ მათ რესურსებს და შესაძლებლობებს, პიროვნულ თუ პოლიტიკურ რესურსებს და თვისებებს, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე, როდესაც ეს მოლოდინები იქმნება, რომ მიაახლოვო რეალობას. მინდა გითხრათ, რომ მე არ უყურებ რაღაც გადაჭარბებული მოლოდინით იმ სიახლეს, რომელიც შემოთავაზებულია ახალი კონფიგურაციის შექმნით, არა იმიტომ, რომ ზოგადად ვარ სკეპტიკურად განწყობილი, არა, ბუნები ძალიან ოპტიმისტი ადამიანი ვარ. უბრალოდ ვიცი ძალიან კარგად ის შესაძლებლობათა მაქსიმუმი, რაც გააჩნიათ ადამიანს, რომლებიც ახალი რაღაც კონფიგურაციისთვის ემზადებიან. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისევ როგორც საზოგადოებისთვის ალბათ, რას თავაზობს ახალი ძალა, ახალი გაერთიანება, რა ახალი იდეით უნდა შემოვიდეს პროცესში, პოლიტიკურ პროცესში. პარტიის დატოვება არ მგონია ეს იყოს რაღაც საინტერესო თემა, იმიტომ რომ ეს პარტია უკვე დიდი ხანია ფურცელზე არსებობს და რეალურად მას რაიმე პოლიტიკური ენერგია აღარ აქვს. გასაგები მიზეზების გამო. ხარა, წევრები ვერ ქმნიან ენერგიას და ძალას, მოგეხსენებათ, მას ჭირდება პირები, რომელიც შეძლებს ნებისმიერი ენერგიის რესურსის და იდეების გენერირებას და ამ ყველაფრის რეალიზებას. ამიტომ ეს იყო თავისთავად ძალიან საინტერესო მოვლენა იმ პარტიის შექმნა 2007 წელს, რომელმაც გარკვეულად დაუდო სათავე ახალი ტიპის პოლიტიკური პროცესების დაწყებას, მაგრამ სამწუხაროდ ის აღმოჩნდა ხანმოკლე დისტანციაზე ეფექტური, იმიტომ რომ იყო ძალიან ბევრი ხელშემშელი ფაქტორი. ნუ პირველ რიგში იყო ძალიან დიდი რეპრესიები, ხო? და ბოლოს უკვე როცა მე მივიღე ეს გადაწყვეტილება პარტიიდან წამოსვლის თაობაზე და ძირთადად ეს ტვირთი მაინც მოდიოდა, ხო, მოდი გულახდილავ თქვა ჩემზე, იმიტომ რომ დავრჩი მარტო რაღაცა შიშველი ძალით ამ რეჟიმის წინააღმდეგ და არ მქონდა არანაირი მხარდაჭერა. ბოლოს უკვე მეც იძულებული გავხდი, იმიტომ რომ ვიგრძენი რომ მებრძოდა ყველა შინ და გარეთ. ამიტომ იქ პრაქტიკულად იყო გაუსაძლისი იმ მდგომარეობაში და იმ როლში დარჩენა. ასე რომ ეს არის ალბათ ბუნებრივი დასასრული, მაგრამ თავისთავად საინტერესოა ახალი იდეა და ახალი პროექტი, რას თავაზობენ საზოგადოებას ეს ადამიანები. ანუ თქვენ ესე ვთქვათ, სალსახად სკეპტიკურად ამ გაერთიანებას არ უყურებთ, ესე რომ ერთგვარად. მე მგონია რომ იცით როგორ უყურებ, იცით, არანაირი გადაჭარბებული მოლოდინი არ მაქვს. მე ვფიქრობ, ეს არის უბრალოდ ცდელობა იმ პოლიტიკური სახეების, რომელთაც სურთ იყვნენ პოლიტიკურ პროცესში, რომ შექმნან გარკვეული რაღაც პოლიტიკური ქოლგა და პროცესში იყვნენ ჩართულები. თუ შეძლებს ეს გაერთიანება ახალი ისევ იდეის შეთავაზებას და ახალი ენერგიის შემოტანას და პირიქით არ გახდება ის საპირწონე უკვე არსებული რომელიმე პოლიტიკური ცენტრის, ეს იქნება ძალიან კარგი, მაგრამ თუ ჩვენ ხელოვნურად ვიღებთ პოლიტიკურ დაფაზე ისეთ ტიპის კონფიგურაციას, რომ უპირისპირდება რომელიმე იდეას ახალი პოლიტიკური ძალის შემოსვლა, ან პოლიტიკურ ძალთა გაერთიანებები, დიდი რვიანი თუ ახალი რვიანი თუ რაღაცა სხვა თემის ირგვლივ გაერთიანება, თუ ეს აღმოჩნდება ერთმანეთის ხელის შემშლელი პროცესი, არის ძალიან ცუდი. ეს უნებლიეთ იქნება ხელისუფლების რაღაცა სქემაში ჩაჯდომა. ამიტომ თავარი ამოცანა რა აქვთ ახლა დღეს პოლიტიკურ პარტიებს და ლიდერებს. ყველა ის იდეა, ყველა ის სიახლე, რომლითაც ან სიახლე არა, თუნდაც ძველის გამეორება, რომლითაც ისინი შემოდიან პოლიტიკურ ცხოვრებაში, იყოს ერთი მიზნისკენ მიმართული. ვინც იბრძვის რეჟიმის შესაცვლელად, სისტემის შესაცვლელად, უკეთესი ქართული რეალობის შესაქმნელად, ანუ ვისაც გულწრფელად აქვს თავის თავში იდეა ემსახუროს ხალხს, იმ ძალების რესურსი უნდა იყოს მიმართული რეჟიმის წინააღმდეგ. თუ აქ შიდა კონკურენციის რეჟიმი გაგრძელდა და დაიწყო თქვათ სახალხო კრების იდეის წინააღმდეგ რომელიმე პოლიტიკური ცენტრის გამოყენება, უკვე არსებულის ან აწის შესაქმნელის. ეს ბუნებრივია ნიშნავს იმას, რომ უნებურად ვიღაც ჩდება ხელისუფლების სქემაში. მე მრჩება ესეთი შტაბეჭდილება, რომ ესეთი სურვილი ყოველ შემთხვევაში გაცხადებული არსებობს პატრონობას, უბრალოდ საშუალებებია მე მგონი სხვადასხვა და გზებს ეძებენ პოლიტიკური გაერთიანებების სხვადასხვა და მაიკამ უბრალოდ აიღო უფრო მაღალი წერტილი პანორამის წარმოსადგენად და აბა რა უნდა გაკეთდეს არა კონკრეტული პარტიის მიერ, არამედ ზოგადად ქართულ პოლიტიკურ სპექტრის აი ამ ოპოზიციურ ნაწილში, თუნდაც რომ უფრო შედეგიანი იყოს. რა თქმა უნდა, ენერგიის კონცენტრაცია უნდა მოხდეს და უნდა იყოს იმაზე, უნდა დაფიქრდნენ იმაზე, რომ არ დაყონ ის ენერგია, რომელიც
არც ესე ბევრი აქვს ეს ჩვენში. და ეხლა რომ ხედავთ ბატონოს დღევანდელი გადასახედიდან დაყოფილი არ არის ეს ენერგია? დღევანდელი გადასახედიდან მე მგონი ჯერ დაყოფილი არის, მაგრამ ეს არ არის კარდინალური დაყოფა. ანუ ჩვენ გვაქვს ორი ხაზი, ხო, ახლა ძირითადად ეს საარჩევნო სახელების გარეშე ხო ვინ საერთოდ იქნება საარჩევნო ხაზი და საპროტესტო ხაზი. დიახ. ახლა სულ ამბობენ ხოლმე, მაგრამ ჯერ რაღაც ერთიანი სცენარი არ გაკეთებულა იმისა, რომ საარჩევნო და საპროტესტო ხაზები თავისთავად ერთმანეთზე გამორიცხავები არ არის. კი ბატონო. ვიდრე ამ თემაზე გადავიდოდეთ, მე ძალიან საინტერესო თემაა. ქაბატონიკას მინდა ვკითხო, თავარია რომ თქვენ ესეთი მინიშნება გააკეთეთ, რომ თითოეული ძალისთვის მიზანი იყოს ერთი, რომ იბრძოლო ხელისუფლების შესაცვლელად და უკეთესი რეალობის შესაქმნელად. ვინმეს სხვა მიზანი აქვს? ოპოზიციური ძალთაგან, რომელზედაც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ? არის რომელიმის მიმართ კითხვის ნიშნები? პირდაპირ უნდა გითხრათ? არის კითხვის ნიშნები? რა თქმა უნდა არის, თია. მითხარით რა თქმა უნდა, არა, მე არ მგონია რომ ჩემ ხალხს და თქვენს მაყურებელს სჭირდებოდეს ეკაბესელიას კარნახი იმ კითხვაზე პასუხის გასაცემად ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც დღეს ოპოზიციურ ფლანგზე თამაშობს თუ იბრძვის რომ ყველას ერთ-ერთი მიზანი აქვს თუ არა? კარგი, მოდით მე დავკონკრეტდები მაშინ. თუნდაც იმ რვიანში, თქვა, საარჩევნო გარემოზე მე ღიად მიყვარს ლაპარაკი. იმ რვიანშიც გაქვთ ძალიან გულახდილად მიყვარს საუბარი, მით უმეტეს როცა ესე თემებზე ვსაუბრობ. იმ პირობით გაერთიანებაში, რომელიც ერთი საკითხის ირგვლივ შეჯერდა. დიახ. იქ არის გარკვეული ჯგუფი პარტიებიც, რომელთა მიმართ არსებობს ბუნებრივი ესეთი კითხვები. უკაცრავად, დღეს რომ კონსტიტუციის იმ მოდელზე ხმას აძლევს, რომელიღაც პოლიტიკური პარტია, საპარლამენტო პარტია, არ არსებობს იმის ხელისუფლებას. მე მაქვს ეს კითხვა პირადად. კი ბატონო. ბუნებრივია ესეთი კითხვები იქნება. და ასე რომ ვერ ვიტყვი რომ ერთგვაროვანი და ერთსახოვანია დღეს პოლიტიკური სპექტრი. აი საზოგადოებამ ძალიან სწრაფად უნდა მოახდინოს თუ უკვე არ მოახერხა ეს დიფერენციაცია გააკეთოს პოლიტიკური ჯგუფის, რომელსაც მიყვება და ენდობა და პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც მუდმივად თამაშობს. მაშინ რატო არიან ისინი ამ რვიანში, თუ კი ხელისუფლების საწინააღმდეგო არასასურველ გადაწყვეტილებებს აწარმოებს? შეიძლება ხო ვკითხულობდი, თქვათ შეფასებებს და კომენტარებს, ვინ როგორ აფასებს საარჩევნო გარემოს ირგვლივ საარჩევნო გარემოს საკითხებზე გაერთიანების იდეას. ზოგისთვის ეს არის თურმე აღმოჩენა, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში არასოდეს ოპოზიცია ერთად არ დამდგარა, თუმცა შევახსენებ იმ ადამიანებს, რომ 8 პოლიტიკური პარტია კი არა, 12 პოლიტიკური პარტია იყო, რომელმაც ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი დააყენა და ძალიან ბევრ საკითხზე მექანიკური გაერთიანებები ხდებოდა ბოლო 3 წლის განმავლობაში, მაგრამ იდეური პრინციპების ირგვლივ, ღირებულებების ირგვლივ გაერთიანება ძალიან ცოტა. აი ხლა არის სწორედ ეს დრო, თეა. როდესაც უნდა მოხდეს ხარისხობრივი და პრინციპების ირგვლივ თუნდაც მცირე გაერთიანების შექმნა, რომელსაც გაცილებით მეტი ძალა ექნება, ვიდრე რაოდენობრივად დაგროვებულ პოლიტიკურ პარტიას. გასაგები, იგივე კითხვის ნიშნები ახალ გაერთიანებასთან დაკავშირებითაც გექნება, თქვა ბატონო ეკა, ანუ გაერთიანება, რომელიც ჯერ კიდევ რომლის პრეზიდენტის ეძრაში მდგარა, მაგრამ გასულეთ განსხვავებული პოლიტიკური ფიგურები, ახლა სოზარ სუბარი, ლევან გაჩიჩილაძე, ირაკლი ოქროაშვილი, განსხვავებულია, იმიტომ რომ ეს ვერ იტყვით, რომ რაღაც ერთსახოვანია, ხო? ამიტომ ბუნებრივია დამოკიდებულებაც განსხვავებულია. მე პერსონიფიცირებას ვერ იდები ამ საკითხზე, ეხლა უკვე შეგნებულად სრულიად მართლაც გამომდინარე რაღაც ტაქტიდან და ეთიკური ნორმებიდან, იმიტომ რომ მე არაერთხელ მithქვამს, რომ არ ვიქნები ახლა ოპონენტი იმ ადამიანის, ვისაც ვიცავდი მთელი 3 წლის განმავლობაში და ეს არის ჩემი შინაგანი რაღაცა ეთიკა და მორალი, ამას ვერ გადავაბიჯებ. კითხვები რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ ის რომ ახლა ამ ადამიანებს უნდათ ნამდვილად რომ პოლიტიკურ პროცესში რაღაცა სიახლე შემოიტანონ, ეჭვი არ მეპარება. მაგრამ ძალიან კარგად უნდა დაფიქრდეს ყველა. ხომ არ აღმოჩნდება აი ამ სახალხო კრების იდეის, როგორც მართლაც ყველაზე მაღალი და ღირებული იდეის საპირწონე თუ დაპირისპირებულ ბანაკში თუ მის პირისპირ. ნებსით თუ უნებლიეთ. ეს არის ძალიან ფრთხილი თემა, იმიტომ რომ ეს არის იდეა, რომელიც ახლა იკრებს ძალას და ერთადერთი ვთქვათ რაღაც პოლიტიკური ცენტრი თუ საზოგადოებრივი ცენტრი გააჩნდა, რომელმაც თარიღი დაკიდა. ეს იყო ძალიან გაბედული ნაბიჯი, ძალიან საპასუხისგებლო ნაბიჯი, ამიტომ
გარკვეულწილად პოლიტიკური კლიმატი აი ამ თარიღს უკავშირდება. გასაგებია ბატონი რამაზის მოსაზრება სახალხო კრებასთან დაკავშირებით და არა მარტო სახალხო კრებასთან დაკავშირებით საინტერესოა. მოდით ეს გავარკვიოთ რეკლამის შემდეგ, გადაცემაში რეკლამის დრო ჩვენ დავუბრუნდებით დაკველოდეთ. თქვენ უყურებთ თოქ-შოუ არგუმენტებს და ჩვენი სტუმრები არიან ბატონი რამაზ საყვარელიძე და კაპიტანი ეკაბესელი. ბატონი რამაზ, თქვენ როგორ ფიქრობთ, იქიდან გამომდინარე თითოეულ ფიგურას, რომლის გაერთიანებაზედაც ჩვენ ვსაუბრობთ, ასე თუ ისე იცნობს ქართული საზოგადოება. მე მგონი ძალიან კარგად იცნობს. კი ბატონო, გეთანხმებით მაგაში. მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რა ადგილს დაიკავებს ეს პოლიტიკური გაერთიანება? როგორ იქნება მათი, ესე ვთქვათ, ნიშანი? ქალბატონი ეკას შესანიშნავი საუბრის დროს კაცი ხარ ფიქრები გიჩნდება. დიახ. ტროას ხენი გამახსენდა. დიახ. რა იმალება? ახლა შეიძლება ტროას ხენის ფენომენი. ტროა